Салами, чему каргеву. Здравствуйте, мои дорогие друзья. Славяне, азербайджанцы, армяне, турки. Сейчас я хочу вам сказать, что коммунисты, когда была коммунистическая партия, да, коммунисты сами, когда они получали зарплату, задерживался у них там этот, как сказать, сколько процентов, не знаю, но деньги задерживался. И коммунистическая партия имела свои эти финансы имел. Свои финансы имел. Они не финансировался ниоткуда. Сейчас вы удивляетесь некоторые, что люди, вы удивляетесь некоторые, почему грузинская мечта не поехала делегация в Москву. Не поехала делегация. Как они могли поехать туда, когда не имеет знамя? Не имеет знамя. Это знамя, это Евросоюз знамя, это не наши. Мы уже хотим избавиться от них. И как они могли в Москву поехать? Какое знамя, вот, допустим, если вышли на параде, там несколько человек, да, какое знамя они держали в руках? Что, вот это сатанистический партийный знамя Саакашвили? Нету у них партии этого знамя, нету. Поэтому им стыдно было. По-моему, может быть не так, но я так считаю, что им стыдно было показаться, что знамя, с этими знаменами там, что поехать в Москву. Вот поэтому они, по-моему, поэтому они не пошли в Москву. Ага, картулат, сейчас по-грузински будем разговаривать. ზოგს გიკვირთ ხალხო, თქვენ გიკვირთ რა? რატომ არ ჩავიდა ოცნების წარმომადგენელი მოსკოვში? რომელი დროშით უნდა გამოსულიყვნენ? ევროკავშირის დროშით თუ სააკაშვილის პარტიული დროშით? რომელი დროშით უნდა გამოსულიყვნენ? რომ იგი გამოვიდა აზერბაიჯანის რამოდენიმე ჯარისკაცი გამოვიდა გაიარა წყობაში, რა უნდა დაეკავებინათ ხელში? სააკაშვილის სატანისტული დროშა, ანდა ევროკავშირის დროშა, ამიტომ არ ჩავიდნენ ჩემო კარგებო, ამიტომ ხო და ჭკუა კი აქვენ, მაგას არ აგლია ჭკუა ქართულ ოცნებას, ნუ გეშმია თქვენ. იდ თავს არ გაიმასხრებდა და არ იმასირამდა, ხო. ეხლა ხო თავისი პარტიის დროშით რო წასულიყო, მაგალითად, ოცნებას ხო მისი დროშა აქვს, იმით რომ წასულიყო, ეს იქნებოდა პარტიული ვიზიტი და არა სახელმწიფო ვიზიტი. ხომ გამიგეთ? რატომ არ წავიდა? რა უნდა ექნათ? თავს სასაცილოდ ხომ არ გაიხდიდნენ. ამიტომ უნდა ხო, ამიტომ უნდა ახლა ურე, ამიტომ უნდა გაგვატარონ ჩვენ რეგისტრაციაში ბატონო ბიძინა. ჩამოვალთ ამ კვირაში და უნდა გაგვატაროთ რეგისტრაციაში. სია შედგენილი მაქვს, ხო და უნდა გაგვატაროთ რეგისტრაციაში. თუ გინდათ რომ სხვაგანაც მოგიწევთ, კიდე ბელარუსიაში როგორ ბელარუსია ხომ არ არის ჩვენგან განწყობილი მტრულად ან რაიმე ხომ არ არის? მტრულად რუსეთი არაა ჩვენგან განწყობილი, მაგრამ მაინც ბელარუსიაში რატომ არ ყავთ ელჩი და ხო უნდა წავიდა, რითი მიდიხართ იგინე? ამიტომ უნდა შეივსოს პარლამენტი ჩემო კარგებო, ხო და გაგვატაროთ უნდა ჩვენ რეგისტრაციაში, ხო და სრული შემადგენლობით იქნება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო სიმბოლიკის მიღება. ხო და ბევრი რამე სასიკეთო კანონის მიღება შეუძლიათ. ნატო და ევროკავშირი მაშინ უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან. მე სრულებით არ გამკვირვებია არაფერი.
ეხლა შემოკარგებო ჩვენი პარტიის სია გადაცემული მაქვს თემურ ფიფიას. თემურ ფიფიაზე. უნდა დავრეგისტრირდეთ. და თუ არ დარეგ რაღაცა მაგენმა ვერ მიიცალა მგონია თუ არ ვიცი მე რაღაცა ისე იგი კი ახლა ისე სავალდებულოა ისე იგი ეს იგი რა ქვია სის ხალხს მოაწერიონ უნდა ხელი რომ რუსეთთან აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ეს სავალდებულოა შემოკარგებო სავალდებულია ჩვენ სოციალისტები ვართ პირველი მაგრამ ახლა სულ პირველ ხარისხოვანი ის არ არის ჩემთვის ეს ჩემთვის პირველ ხარისხოვანი არის როგორღაც თქვენ თუ გინდა გეწყინოთ ვიღაცას ჩემთვის პირველ ხარისხოვანი არის გატარება რეგისტრაციაში ჩვენი პარტიის ეს არის ჩემთვის აუცილებელი და შემდეგ ეს ხელმოწერები გაგრძელდება 5 თვეს შემოკარგებო 5 თვეს გაგრძელდება და 5 თვეს ჩვენ ვიცადოთ ასე ამდენს ვერ მოვიცდით ჩვენ ბატონმა ბიძინამ ხომ დაგვირდა რომ გავწმენდავთო პოლიტიკურ ველსო ნაცებისაგან და სხვა დამნაშავე პარტიებიდანო გავწმინდავთ ველსო და ვინ უნდა შევიდეს ამ ველზე მესამე ძალა ახლა მაშინ იყო ეს მესამე ძალა ახლა მესამე ძალა აღარ იქნება ეს მეორე ძალა იქნება ამიტომ სია ჩამოწერილი მაქვს შემოკარგე ერთხელ გამოვაცხადე ზოგ-ზოგს ახლა უყურე ზოგ-ზოგი ისე გულნაწყენია მაგალ თარხანი გულნაწყენია იგენი და თარხანს იქინე ყავს ვიღაცები ნაცნობები ხო და რაღაცა არევამდებიან პარტიაში ვისაც არ გინდა დამირეკეთ ტელეფონზე და გაგრიცხავთ ვისაც არ გინდათ შემოკარგებო მე არაფერი იმდენი ხალხი ყავს მე უთვალავი ხალხი მყავს რომელთაც უნდათ შემოსვლა ამ პარტიაში ჩემ პარტიაში მე სახვეწარი არაფერი არ მაქვს გინდა თემურ მაკარიძე იყოს, გინდა თემურ ფიფია იყოს, ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს ჩვენ. ჩვენ ვართ საქართველოს ქართული თუ ვინმე ახლა გამოჩნდა ბიზნესმენი ეს ქართველი ბიზნეს საქართველოში მაცხოვრებელი ბიზნესმენი უნდა იყოს და არა სხვა ქვეყნებში მაცხოვრები ბიზნესმენი. ამიტომ მე პირადად ერთი კაპიკი არ ამიღია და არც მინდა რომ ავიღო არავის. არც მინდა რაღაცა გამოჩნდება, არის საშუალება გამოჩნდება რაღაცა. ჩვენ მაინც მოვალთ. ეს იცოდეთ კარგად. მე არავის არც ვემუქრები, არც არაფერი. აუცილებლად მოვალთ ჩვენ. მე პირადად შევწირავ თავს და უნდა მოვიდექნი. გვეყოფა ეს რომ დავდივარ ახლა ფეხით დავდივარ ამას ქვეყანა არ ქვია შემოკარგებო არ ქვია ამას ქვეყანა ახლა აგერ მოусმინე დავით ნემსაძეს მოусმინე რაები ილაპარაკა ამ კაცმა თუ ეს ასია რომ არ იყოს როგორ იტყოდა თუ ეს ასია მაშინ ჩვენ ქვეყანა არ ქონია შემოკარგებო ამიტომ გეუბნებით ახლა პრეზიდენტი ავირჩიეთ, პრემიერ-მინისტრი ავირჩიეთ, მინისტრები არჩეულია, მე არ მომწონს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მომწონს განათლებისა და კულტურის მინისტრი არ მომწონს და ჯანმრთელობის მინისტრი. სხვა მინისტრები შეიძლება მათთან იგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ იმას კარგი იგი რო ყავდეს, მოადგილი არა, კიდევ შეიძლება აწყობა საქმე. ხო და ეს ორი მინისტრი მე არ მომს ამას რამდენი ხანია გეუბნებით მე სულ ამას ვლაპარაკობ ხო დანარჩენი ყველაფერი ძალისმიერი მინისტრები ყავთ ყველაფერი ყავთ ხო და ბატონო ბიზინა კიდევ გეპატიჟებით ჩემ პარტიაში ვინც არის სანდო თორე ეგეთ ნემსაძემ და ემა რომ იძახოს ასეთი არ მინდა მე პარტიაში ასეთი არ მინდა მე გინდა მეორე ნემსაძემ და გინდა სხვადასხვაობა რომ რაღაცა იძახოს ასეთი არ მინდა პარტიაში მე ხო ახლა კიდევ ხო დავრეგისტრი შემდეგ
ბატონო ახლა ბატონო ნიკოლოს შავანაძეს ვეუბნები რამდენჯერ დაგირეკე ერთი სამჯერ დაგირეკე ტელეფონი არ აიღე რომ გაკეთებ იქინე ვიდეოს რომ აკეთებ ისე მარტო შენს სხვას არ უსმენ არავის არც კვარაცხელიას უსმენ სხვას არ უსმენ არავის სხვასაც მოусმინე ჩემო კარგო ნიკოლოზ ჟავანაძე თქვენ გეუბნებით მოისმინე ჩემს ვიდეო ბლოგებს მოусმინე დასაბამი პოლიასტომის მარშრუტი მთელ სოფლიოში მოусმინე ამ ვიდეო ბლოგებს 50-ზე მეტი ვიდეო ბლოგია დადობილი იქინდა რა გახდი ამ ფერი შენ რომ იძახი არ გვაქვს პარტია ჩაწერილი მყავ აგერ სიაში და ახლა თუ გინდა ამოგიღებ თუ არ გინდა სიიდან აბა რა იძახი და მეტი გაერთიანება რა გინდა ყველა აქ ვართ 180 კაცამდე ავიდა მეტია კიდო 180 და რამდენს უნდა კიდო იხვეწნება და იმაშობა რა ქვია ხო სხვასაც უნდა მოусმინოთ მე ყველას უსმენ ბატონო ნიკოლოზ მე თქვენც გისმენთ ტრისტან წითელასვილთაც უსმენ შავლებ ჭოიძესაც უსმენ კვარაცხელიასაც უსმენ იმას ახვლედიანსაც უსმენ თენგო ომანიზესაც უსმენ კონსერვატორ ყველას უსმენ მე და რა ხართ ამ ფერი რომ სხვას არ უსმენთ კაცო სხვას მოусმინოთ უნდა რა ხართ ასე გენიოსები ხართ და აკადემიკოსები ხართ ყველა ისი აკადემიკოსი ზოგმა საერთოდ ბატონო ნიკოლოზ თქვენ ისტორიკოსი არ ბრძანდებით ისტორიკოსი არის გამოდის თქვენთან იგინე დიტო ჩუბინიძე აი უდიდესი ნიჭის პატრონი ისტორიკოსი არის ხო ამიტომ მოусმინეთ სხვასაც დიტო ჩუბინიძეს რო უსმენ მეც მომისმენე ისტორიის მეტი არაფერი გამიკეთებია ასევე გრიშა უნიანსაც ვეუბნები შევიკრიბოთ რო იძახით საშევიკრიბოთ ახლა ჭაბუკაშვილი და ირმა იმას ამოუდგეთ გვერდში არევარ უმდებიან ქვეყნის ჩვენ შეკრებილი ვართ ხო ჩავალ ახლა მე ხო და დავარეგისტრირებთ ამ პარტიას ხო და მე უკვე ნათელი იქნება რუსებმა რო იციან იასნა ბუდით всё ხო იმან ბატონო გრიგოლ ონიანო ჩემი ტელეფონის ნომერია 555 10-18-45 ხო დამირეკეთ ამ ტელეფონზე და გაგარკვევთ ყველაფერში ხო და რა გაგარკვევთ ყველაფერში ძალიან მომწონხარ ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით ხო და ამიტომ ჩემი ტელეფონის ნომერი ეს არის დამირეკეთ ტელეფონზე მე დაგელაპარაკები და გეტყვი ყველაფერს ხო შევიკრიბოთ შეკრება საჭიროა რომ გავიცნოთ ერთმანეთი და არა შევიკრიბოთ და დავიწყოთ იქნე რეალი და იგი რომ მე გადადექი და გადმოდექი და ეს ასე არ შეიძლება შემოკარგებო არა ხო შევიკრიბოთ გავეცნოთ ერთმანეთი ხო და თუ მე არ მოგწონვართ პარტიის თავმჯდომარეს მაშინ თქვენ თქვით რაღაცა თქვი შეიძლება მე თვითმარქვია ვარ კაცო და არაფერი არ ვიცი მე ერთი თქვენ ვინ ხართ ჩემი დონის ვინ ხართ იქნე გამაგებინეთ ერთი ხო ეხლა კიდე რა მინდა ხო შეკრების ადგილი ვაცნობოთ ყველას მე ახლა 9 მაისს ვიყავით თბილისში მაგრამ არ გამოვედი იქინე არ მომეწონა რამოდენიმე კაცი არ მომეწონა გვასალია არ მომეწონა ვინ იყო კიდე ერთი იქინე რაღაცა იყო არ მომეწონა ეს ხალხი მე და არც მომწონდა არც ყავს პარტიაში და არც მივიღებ არც არ როეს ხო როგორ გამოვიდა გვასალია იქინე იმაში და უყურე მიკროფონი გაუვარდა ხელი და არ უნდა და მიკროფონს რომ რა ქვია წარმოეთქვა იმის სიტყვები მიკროფონმა მიხდა თვითონ და გაუვარდა მიკროფონი ამდენი და იმ კაცმა იქიდან გაიცინა და იმას ხარ ხელი ჩამოართვა თვარი ახო ხედავ მიკროფონიც გაურბის მეთქი
ხო რომ იცოდეთ შემოკარგებო ჩვენ ბევრი ხელის შემშლელები ყავს ბევრი ხელის შემშლელები ეხლა კიდევ მინდა გავიმეორო ეხლა კიდევ მინდა გავიმეორო პარტიის გაძლიერების მიზნით ვინც 66 წევრის სიაში ხვდებით ვინც 66 ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში უნდა შევიდეთ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვიდგება წინ ჩვენს უკან რამდენი ხალხია იცი ეს 300,000 მეტი კაცია ჩვენს უკან ხო ვინც 66 წევრის სიაში ხვდება ხელფას ის აიღებს 6,000 ლარს 6 კიდე ყველამ გაიგონეთ რომ მე პრეტენზია არ წარმოთქვათ თუ პრეტენზიას წარმოთქვათ ჩვენ არ გვაქვს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქვევით ამდენი ხალხია როგორი ერუდირებული ხალხი რჩება ქვევით იცი დაგიკვირდებათ ისეთი ამიტომ იმ ხალხსაც უნდათ რაღაცა ამიტომ 6,000 ლარს მიიღებს პარლამენტში ვინ შევა დანარჩენი ისე იგი ის 66 გაიყოფა ამ ხალხზე და განაწილდება თუ რამე არ დაგვირჩა სხვა რამე დაფინანსება თუ არ დაგვირჩა და თუ დაფინანსება დაგვირჩა როგორც ისინი ღებულობენ ოცნება და იგენ და ღებულობდნენ და გასციდებული არიან და რამდენი ეგეთ იმან თქვა დავით ნემსაძემ რომ დინარაძესო $3,000 თუ რაღაცაო ტუფლი თქვა თუ რაღაცა თქვა ხო აგერს ყველაფერი უნდა კაცო მისცეს იმან რა ქვია უფალმა და იმან რა ქვია ბუნებამ მაგრამ ჩვენ ხარჯზე კაცო ჩვენ ხო გვინდა რაღაცა ამიტომ თუ არ დაგვაფინანსა მე მახსოვს კარგად ბიზნესამ ასე წარმოთქვა რომელიცო უცხო ქვეყნიდან არ ფინანსდებიანო ასეთი ორგანიზაცია კი არ ვართ ჩვენ პარტია ვართ მსხვილი პარტია ვართ დაფინანსდებიანო დავაფინანსებდო ჩვენო ადგილობრივი საქართველოს იმედად დავაფინანსებდო ასე თქვა თუ არა და ამოიღეთ მისი იგი რა ქვია მანიცის გრიგოლონიანმა იცის რომელ დღეს იყო მაგი რომ წარმოთქვა იმან მისი სიტყვა იმით ჩვენ დავიჯერეთ მისი ნათქვამი და იმიტომ მივეცით ხმა ბიძინას ყველა მივეცით რამდენი ვეხვეწე ხალხს და ეხლა რა უთხრა მე იმ ხალხს ახლა მაგალითად რომ ისე არ გამომივიდეს საქმე რა უთხრა მე მოვატყულე ხალხი მე ასე არ გამოვა ჩემო მთელი ჩემი ცხოვრება შრომა ფიზიკურად და ახლა გონებრივადაც შრომა დავიწყე კიდე ხო და მე ვერ მომატყულებ ადამიანს რაც დავპირდი არა თუ დარჩა იქიდან თუ დაგვაფინანსოს უნდა ხო სიტყვა თუ არა და ყოველთვის გადაგდება ერთხელ დაგვიდა ვერაფერი ვერ შეასრულა მეორე დღეს დაგვიდა ვერაფერი მესამეჯერ დამთავრდა უკვე გეუბნებით მე ქართულო ოცნება გეუბნებით თუ არ ჩვენ თუ ვერ შემოვედით პარლამენტში აირევა ქვეყანა მაგრად აირევა ქვეყანა ამიტომ რაც დაპირდით ხალხს ჩემო კარგო ოცნება რაც დაპირდით ხალხს ის შეასრულეთ ხალხი ახლა არ ვიცი მაგრამ რაც ჩვენ დაგვპირდით ჩვენ კონსტრუქციულ ოპოზიციას რაც დაგვპირდით შეასრულეთ იგი აუცილებლად კატათაგობის თამაში უნდა დამთავრდეს თორე ვიცოდეთ რომ მე სამი წლის მერე ხომ იქნება არჩევნები მე რა შვებით რომ გაგასამართლებენ ყველას მე ხო ვერ მოხვალთ თუ ჩვენ არ დაგეხმარეთ და თუ ჩვენ არ დავამყარეთ კონსტრუქციულმა ოპოზიციამ სიმშვიდე საქართველოში არ გამოვა თქვენ რო ფიქრობთ ისე არ გამოვა შემოკარგებო ისე მე ამას გეუბნები თქვენ ხო და ჩვენ ახლა თქვენ კუკლა იმას კატათაგობიას რომ თამაშობთ თქვენ ხო და აგე ხან ვითამ დაჭერილი ყავს სააკაშვილი რისი დაჭერილია ბავშვებს აკეთებს იქინდა ასე იყო იგი რა ქვია ჩემს დროს საბჭოთა კავშირის დროს იყო დომოდიხები იყო და სანატორიუმები იყო ასე ხო და ისვედებდა ხალხი იგი ჩვენ დავდიოდით იქინე ახალგაზრდა რო ვიყავ მაშინა მყავდა ჩემი დავდიოდი დროს ვატარებდი ხო და იგი ახლა
ები წამოწოლილა ექიდე ექიბები ყავს და ერთი იმას რომ უბერავენ სწორად თქვა იმას ნემსადზე იგი რომ არა ქვია არაბებს შეიხები რომ უბერავენ იმაზე რა ქვია ქვევით უკანალზე და იმაზე გინდა ზევით მარაოს უბერავენ ასია ბაბუა ასე ეს და ასე ამას ხედავს ხალხი სირცხვილია ეს ოცნება თქვენ გეუბნებით კაი აღა სალომე ეგი გადაიყვანეთ ციხეში კაცო ეს კაცი თუ დამნაშავეა გადაიყვანეთ ციხეში თუ არა და გაუშვით მაშინ თუ არაა დამნაშავე გაუშვით მაშინ ვისატყულებთ თქვენ ასე არ შეიძლება შემოკარგება უკვე ხალხი როგორ კარგავთ რეიტინგს იცი იმას ხალხს ქართველი ხალხის პატივისცემას რეიტინგი არ არის ქართული სიტყვა გეკარგებათ ისე შეფასება პოლიტიკური შეფასება გეკარგებათ ნულზე დავამალე თუ არ ჩვენ უნდა ჩვენ კონსტრუქციულმა ოპოზიციამ უნდა წამოვწიოთ თქვენი რეიტინგი კიდევ გეუბნები ბატონო ბიძინა გადმოდი ჩვენთან თუ არ გინდა შეიძლება მაშინ არაფორმალური მართველი იყავი ჩვენი პარტიის მაშინ როგორც იქ ხართ არა იქ ხართ დაანებეთ თავი ამოცნებას პრეზიდენტი ყავენ პრემიერ-მინისტრი ყავენ მინისტრები ყავენ ძალისმიერი მინისტრები ყავენ თავარი ძალისმიერი მინისტრები ყავენ ეს ყველა და გადმოდი ჩვენთან თუ ჩვენთან მე ჯერ ვერ წავალ ჩემო კარგო ბიზინა მე წავალ მაშინ როცა სოციალისტური პარტია მომავალ წელს დანიშნავს პრეზიდენტს დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და დანიშნავს მინისტრს მაშინ წავალ მე მანამდე ვერს არსად არ მივდივარ კი ვიმატებ კიდე ხალხს ხო ეხლა იმას ლაპარაკობ ახლა 6000 ლარს მიიღებ თქვენ ვინც პარლამენტში მოხდება და ის დანარჩენ 12000 ხო ღებულობენ იგი ჩვენც ავიღებთ 12000 მაგრამ თქვენ აიღებთ ვინც მე პირადად 1000 ლარს ვიტოვებ ჩემგან ხომ იქნება 12000 ხო ღებულობენ იგი ქართული ოცნება და იგი 6000 რომ მიიღებს ახლა ეგენია თიტო ჩუბინიძე ნიკოლოზ ჟავანაძე აგენ რომ ვართ 66 კაცი ხო რომ ვართ 66 კაცი უყურე ეს ჩვენი კოზირია ჯოკერი გვაქვს ხელში ჯოკერი უყურე ახლა ხალხი ვის მიცემს ხმას შემდეგ არჩევნებზე ვის მიცემს ვის 12000 ლარს ღებულობს ხელფას თუ ვინც 6000 ღებულობს ხელფას ვის მიცემს თქვენ რო იყო ვის მიცემთ ხმას ვინც ნაკლებს ღებულობს არა ეს ასია შემოკარგებო ამ ღარიბ ქვეყანაში რამდენი მათხოვარია რამდენი გაჭიმრებული კაცია ხო და აგეს რა უნდებიან დაკლება ამდე ხანია ლაპარაკობ არ უნდებიან დაკლება არავის მატოლო იმატებს იმასო რა ქვია რა თქვა იმას ვიღაცასო 19000 იგი აქვს ვიღაცა არის თქვა ხო ეხლა სხვა ხო ეხლა კიდე მინდა კანდიდატების სიაში დავამატე მე დაემატა პოლკოვნიკი მამუკა კრიალაშვილი იმ კანდიდატების სიაში პოლკოვნიკი მამუკა ვერ საუბრე იმ ადამიანს 1 საათი ვესაუბრე და ძალიან კარგი ადამიანი მეჩვენა ამიტომ დავამატე ხო სხვა ყოფილი ხო მესა ხო სხვა ყოფილი პოლიტიკოსები არ მიიღება ჩვენთან რომელიც შევარდნაძეს მოღალატეთა კავშირშია ნამყოფი გინდ ერჯერ გინდ მეორეჯერ სამი თარხან მოურავთან რომა იქინე ორი არჩევნები გააყალბა ადამიანმა და იგენი როგორ უნდა მოვიდეს ჩვენთან ანი იქინე კიდო მძინარაშვილი ყოფილა იქინე იგენ ხალხი ყოფილა იქინე თოფურია ყოფილა რომელიც ხედრიონში და თურმე ხალხს მიტინგერს ამას ესროდა და რაღაცას იმაშობოდა ეს ასია ჩემოკარგო ვერავით იქინე იმას და ქვია მანჯავიძეს ახლა წინს ის და ეგერ იმას ეკვრებიან ვიღაცა დათავდა თქვენი პოლიტიკოსება დამთავდა მანჯავიძე და გაჩეჩილაძე მივიღე ჩემთან იმიტომ რომ იქ იმის ამხანაგი ყოფილა იმის და მივიღე ხო და თქვენ რომ შეკრიბეთ ხალხი იქინე კორონავირუსზე გახსოვს
რაღაცა მეგონას, რაღაცას გააკეთებს. შეკრიბეთ რა, ედი აი გაყოლა ხალხი იყო, 25,000-მდე კაცი იქნებოდა ნამდვილად. რა ხენით ბოლო-ბოლო? რა ხენით? ვერაფერი? ამიტომ არაფერი არ გაქვს სალაპარაკო. მაგრამ რაღაც რომ ბაღათურია, კარგი ადამიანია, კარგი პოლიტიკოსი არა, იმის იმაში ტელევიზიაში გამოვიდა, მომეწონა და მივიღე. მაგრამ იმაში რა ქვია, კანდიდატებში. ხო, სოციალისტ ხო, ეხლა ურე აგერ მოვისმინე ერთ ადამიანიდან თქვა რომ ჩვენო არ გვინდაო კონსერვატორობაო. ვაცილებ იმას კონსერვატორებს. სოციალისტური ბლოკი იქნება. სოციალისტური ბლოკი. ვაცილებ კონსერვატორ შეიძლება ბევრია ასეთი კიდე. ხო, აგეს კონსერვატორებს უნდა ქვი შემოვიდოთ და შემდეგ იქენით, შემდეგ ცალკე ბლოკი ჩამოაყალიბეთ თქვენ. შემდეგ თორე ვერცეთი ვერ მოხვდებით პარლამენტში, გეუბნებით, ამას კპირდებით მე. ვერცეთი პარლამენტში საერთოდ არ რეგისტრაციას არ გაატარებენ თქვენსას. აგერ ახალგაზრდა იგენი 10 წლის მახარად ქარდაბად იგენი. კარგი ბიჭები ხართ, მაგრამ არ გაგატარებენ ბაბუა, არა მაშინ რა ქვია. თქვენ 4 ადამიანი ხართ ძირითადად, ახლა გინდათ იგენი შეკრიბოთ კიდე 100 კაცს თუ გინდა, არა? არ გაგატარებენ პარტიაში. მithom თქვენ ცნობილი ხართ 4 კაცი. მორგოში აიყო თქვენ და მორგოშიც ხომ კონსერვატორია. როგორ გაგატარებენ? იგენით ცალკე კონსერვატორებად გაატარონ და თქვენ ცალკე კონსერვატორებად გაატარონ. ჭაბუკაშვილო და ზაქარია როჭიკაშვილო. იქ რომ იმაშობით რაღაცას 17-ში რაღაცა რაწყობთ, დაანებეთ თავი შემოკარგებო. თორემ იმ სიედანაც ამოგიღებთ ახლა. ყავხართ იმ სიაში და ამოგიღებთ. ნუ აყურებთ თქვენ მანჯავიძეებს და იმას გიორხელიძეებს და იმას ნუ აყურებთ. თორემ ვერაფერს ვერ კაცი შვილი თქვენ არ გსნობს, არავინ არ გსნობს თქვენ. ეს ასეა შემოკარგებო. ხო, ვისაც არ მოგწონთ ახლა ეს ჩემი ლაპარაკი და იგი არ პოლიტიკოსები მე რამდენჯერ გამოვაქვეყნე. სია რაც იყო ისია. ის 66 კაცი სია არ დამიშლია, ისევ ისია. მოყოთ სახელი ახლა იმას არ უნდა ერთ ადამიანს არ უნდა კონსერვატორი, ნუ გადავასწორე, ჩამოვჭერე, სულ არც ერთი არ წერია პარტია ეს რომელია სოციალისტია, კონსერვატორი, არ წერია საერთოდ. წერია სახელი და გვარი, მეტი არაფერი არ წერია. ხო, შემატყობინეთ. ხო. ნიკოლოზ ჟავანაძე გამოაცხადე ეს ყველაფერი, გამოაცხადე ნიკოლოზ ჟავანაძესთან. ან ახვლედიანთან, ან ლობჟანიძესთან მიდით და გამოაცხადეთ ეს ბატონო თემურ ფიფია. გამოაცხადეთ ეს ყველაფერი. თქვენ ახლა მე გაყურებთ ეს 2-3 დღე მე მოვდივარ თბილისში მომაქვს მე იმის დუბლიკატის იგი მაქვს. სია მაქვს დუბლიკატი იმის მე. ხო და იმას მე შევიტამ თუ თქვენ ასე პრობლემა გახდა რამოდენიმე კაცი ხარ მე ლანჩხუთელმა კაცმა იქნა იქინები. ხო და თქვენ თბილისში ცხოვრობთ, ხო და ამას ვერ გააკეთებთ. ეს ხელწერელია 9 მაისის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ჩემთვის პირადად ჩემთვის არ არის ნომერ პირველი საკითხი. არ არის ჩემთვის. რატომ გეტყვით ახლა მე თქვენ? სანამდე დროშას არ მივიღებთ ჩვენ. დროშას სიმბოლიკას სანამდე არ მივიღებთ. პარლამენტმა უნდა მოემატოს პარლამენტს უნდა და ერთი 120 კაცი მაინც უნდა იყოს, რომ სიმბოლიკა მიიღოს, ხო და კანონები ნატოს იგი ამოვიდეს უნდა ნატოს და ევროკავშირის ძახილი და იგი რომ ნატო განსაკუთრებით უნდა ამოვიღოთ უნდა იმ კონსტიტუციიდან. ხო და ამიტომ ვერ მიდიან ვერ წავა ეგენი ვერსად რომ იმაშობეთ თქვენ დიპლომატიურ როგორ აღადგინოს დიპლომატიურ დროშა რა ადამიანს და ვიზდი ელაპარაკოს ის როგორ დაელაპარაკოს დაანებეთ თავი ამ იმას ახლა 5 თვესო ესო სიების იგი დაანებეთ ახლა იგენი ხომ თამაშობენ ახლა თქვენ დაიწყეთ კატათაგობის თამაში გეუბნებით სოლიდარობა მშვიდობისათვის რომ ხართ პარტია იმათ გეუბნებით ახლა თქვენ დაიწყეთ კატათაგობის თამაში და
დამთავრდება მაშინ ყველაფერი ითამაშეთ, გათარდა იგი გამეეკიდება, შენ დაიჭირე, იგი თქვენ გაიქეცით, igen დაგიჭერეთ და ითამაშეთ და იყავით ასე მთელი ცხოვრება. ასე არ გამოვა შემოკარგებო, არ გამოვა. ხო, ეხლა კიდე რა მინდოდა მეთქვა, ხო არ გადამავისპარა მე, თუ არ გადამავისპა მეორე ვიდეო ბლოგში. კარგად ვზამდებოდეთ ახლა ყველას კარგად ყოფნობა ჯანმრთელობას იგისურვებთ. ახლა ერთი რამე მინდა კიდევ ვთქვა. ლანჩხუთში რომ მქონდა მე წამოყენებული კანდიდატები, მათზე განხორციელდა თავდასხმა განხორციელდა სამატყოფოშია ჩემი ძმისშვილი სამატყოფოშია. ჩვენ ამას გამოვიძიებთ ყველას გამოვიძიებთ. ხო და კარგად ვზარდებოდეთ ყველა. ჩვენი პარტიაშიც ვინც არიან და სხვა პარტიაშიც ვინც არიან. ხო და მოითმინეთ კაცო, სულ თქვენ გინდა იყოთ პარტიებში, პარლამენტში, ვინ მოგცათ, ვინ მისცა ფიდო ნინჯიას ამის, იგი რა ქვია, ყვარასხელია, თუ გინდა გეწყინოს. თუ გეწყინება თუ დამირეკე და ორივე ამოგიღებთ სიიდან. ორივე და იქინე მიდით იმაში რა ქვია, უხუცესთა საბჭოში ორთავე. შავარდანზე თქვენ ჩამოიყვანეთ, მე აგერ ვიდეო ბლოგი დადები, იგი იყო რა, შედევრი იყო, თქვენი ვიდეო ბლოგი, თქვენი და თემურ ფიფიას ვიდეო ბლოგი რომ იყო, ლობჟანიძესთან, ეს მე შედევრად მიმიჯო, ასეთი ვიდეო ბლოგი მე არ მომისმენია არსად. აქ რამდენ რამეს ვისმენ, არა? არ მომისმენია, ძალიან კარგი იყო და ახლა ისიც გინდა და ესეც გინდა. ვინ აფინანსებდა მითხარით მითხარით. თქვენ გეუბნებით ყვარაცხელია, ვინ აფინანსებდა პატრიოტთა ალიანსს? მე ვაფინანსებდი ან ვინმე სხვა ფრიდო ნინჯია აფინანსებდა. მე თვითონ იყო პარლამენტში, ვერაფერი ვერ გააკეთენ, მისი პარლამენტის ყოფნის დროს გადაიწვა თბილისი, გადაწვენ თბილისი, დაანგრიენ თბილისი და კიდე გინდა ახლა, კიდე არიო გინდა, არ აგარებინებ ფრიდო ნინჯია, არ აგარებინებთ პარტიას. ხო და პატარა ჭკუით იყავით მე თქვენ გემებთ, არ მოკითხავენ ამას მე თქვენ. რისი კომუნისტი ხართ და რისი სოციალისტი ხართ თქვენ? რისი? აგერ დაგუძახოთ თუ გინდა რუსეთის წარმომადგენლს და ვკითხოთ, ვინ არის? კარგად ბრძანდებოდეთ ყველა ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დაანებე იქინე ჩემთვის უნდა დაგეძახენ, ჩემთვის. მიხეილი ჟენტო, თქვენ გეუბნებით და თემურ ფიფია, რატომ არ დამიძახეთ მე? მე ვარ სოციალისტი და მე ვარ კომუნისტი. რაც კომუნისტებს ქონდა რა იმდენი მაქვს მე, თვიში იმაზე მეტი მაქვს. ხო და მე არ დამიძახეთ, ხო და ფიდო ნინჯიას დაუძახეთ? ასე არ გამოგივათ, თქვენ ჭკუაზე არ გამოგივათ. ხო და თუ ბერს გააჭირებთ საქმე სოლიდარობა მშვიდობისათვის, სხვა რამეც მაქვს გამზადებული თქვენ და სხვა რამეც არასასიამოვნო მაქვს გამზადებული. ასე ეს ასია. ბატონო თემურ და ბატონო მიხეილ ჟენტო. თუ სხვა არასასიამოვნო ფაქტები მაქვს გამზადებული თქვენ და. ამიტომ ჩვენ ვართ ერთად ახლა, ერთ ვარ და მე ჩემი თავი აღბიჯო. მე კაი არ დაგინიშნავ თქვენ, მაგრამ ვერ გენდობით, თქვენ კერა ბიზნეს ვერ ვდობ, ბიზნა ივანიშვილს ვერ ვდობ, ხომ ხედავ. მე სანამდე ვიქნები ამ პარტიაში, სანამდე არ მოვა ჩვენი პარტია სათავეში აქ ვიქნები. ხო და გრიშა უნიანი აქ იქნება. ხო და შევეცდებით ისე რომ გრიშა უნიანი არის სოფლის მეურნეობა უყვარს ამ კაცს, მეცხოველეობა უყვარს. რამოდენი მილიონი ცხარი მყავდაო იძახის კაცი. და ეს ასეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. ასეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს. ხო. კარგად ბრძანდებოდეთ ყველა ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ ყველას. რუსული იგი არის რაღაცა, ისე გეწყინათო? ხო და მე რასაყოლებს იგი რა ქვია ირმა? ბანდიტების უფროსი იგი. საწყენი არაფერი არა. თუ გინდა გეწყინოს არ უნდა თქვათ მე წინაო.